ფასების კომისიის მორიგ სხდომაზე პარლამენტში საკვები პროდუქციის მწარმოებლებს მოусმინეს. თუ გასულ სხდომებზე პროდუქციის ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად რიტეილ სექტორში არსებული მაღალი ეგრეთ წოდებული ქეშბექები იგივე რეტრო ბონუსები სახელდებოდა 19 თებერვლის შეკრებაზე მწარმოებლებმა და კომისიის წევრებმა თქვეს, რომ ფასის შემცირებისთვის შესაძლოა ეგრეთ წოდებული ქეშბექის გაუქმება გამოსავალი სულაც არ იყოს. მწარმოებლებმა სხდომაზე რიტეილ სექტორის მხრიდან მომხმარებლების მოსაზიდად ეგრეთ წოდებული ქეშბექის სისტემის გამოყენების სარგებლიანობაზეც ისაუბრეს. მათ აქვს სისტემატიური აქციების, ასე ვთქვათ, პოლიტიკა. და ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას არ განვიხილავ ახლა, უკვე ძალიან კარგად არის მიჩვეული ამ აქციების, ასე ვთქვათ, აქციების სამყაროში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ასააქციო ფასი ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე მიწოდების ფასი. აი ამის გამო რომ აი ამ ხელა ქეშბექის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მე რომ ვიყო მოწინააღმდეგე მხარეს, რას გეტყოდით იცი, აი სუპერმარკეტ, კარგით გადავიდეთ net ურთიერთობაზე. გეტყვით რომ net ურთიერთობაზე გადავიდეთ და თქვენი ფასი რაც არის 2 ლარი პროდუქციის იმ ფასად წავიღებ, აღარ იქნება ის 45% ქეშბექი, მაგრამ საბოლოო ფასზე ეს გავლენას მოახდენს. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც ძალიან კარგი პროდუქტი, რომელსაც თვითონ ყიდის იმ ფასში, რა ფასადაც ჩვენ მის საპრაისო ფას მინუს ქეშბექი. ანუ მოგების გარეშე ერთი თეთრი აქვს მოგება. ამით რა ხდება? ამით ხდება ის, რომ ჩვენი პროდუქტი არავისთვის საინტერესო აღარ არის, ჩვენ გარეთ ვეღარ ყიდით პროდუქტს, ვერც პატარა მაღაზიებში. ქეშბექის მოხსნა არ არის სწორი. ქეშბექის რაღაც დონეზე უნდა შეჭერდეს და უნდა ითქვას, ამაზე მეც ვერ დადებ ქეშბექს და ვერ შესთავაზებ სხვა პირობას, როგორც ფასდაკლებას. წლიდან წლამდე ქსელური მარკეტების წილი ბაზარზე მზარდია, რაც ბიზნესის შეფასებით კონკურენციას ზღუდავს. გალტენტაგარდის 2025 წლის ბაზრის ბოლო მიმოხილვით საქართველოში ბრენდული მარკეტების წილი 42%, არაბრენდულების კი 26%. კომპანია ბარამბოს წარმომადგენელი პარლამენტში ამბობს, რომ ქსელური მარკეტების გამსხვილებამ მათ გაყიდვების არხები შეუმცირა. მისივე შეფასებით ქსელების კონკურენცია მწარმოებლებს და მომხმარებლებს აზარალებს. 10 წლის უკან ბატონმა მირაბა რობზანა მუშაობდით დაახლოებით 13,000 ობიექტში. დღეს მუშაობთ უმრავლესობა ჩვენთაგანი 3,000 ობიექტში. რატომ? დიდმა ქსელმა მოგთხოვა ქეშბექი დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს ქეშბექი. ამ ქსელებმა ეს ქეშბექი ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომელსაც არ ქონდა ამ ხელა ქეშბექები, კონკურენტ უუნარონი გახდნენ. ჩვენთვის კომერციულად საინტერესოა პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ რომ უფრო იაფი მიждდება მაგათა მოსახურება, ხო? აღარ არის. იმდენად ერთმანეთის ჭიდაობაში არიან ეს რიტეილები, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მეუნებიან, როცა მივდივარ სასაუბროდ, მეუნებიან მომეცი თქვა X რაოდენობის ფასდაკლება, ვეუნებ ვერ გაძლევ, გააძვირე თვითღირებულება და მე მომეცი ნაკლებად. აი ეს არის პრობლემა. რომ თვითონვე იტოვებენ ამას. იმდენად ჭიდაობა მიდის ერთმანეთში, რომელი გადაჭება ერთი ქსელი თუ მეორე ქსელი, პირდაპირ მნიშვნელობით მეუნება, რომ გააძვირე პროდუქცია, რომ იაფად მე მომცე, მე იმას დავხურავ, რომ მე გავიმარჯვე. ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტში ადგილობრივი წარმოების იმპორტ დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს და ნედლეულის ღირებულების გაძვირების ფაქტორზეც. ამბობენ, რომ წარმოების სიძვირიდან გამომდინარე მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციაში შესვლა რთულია, რადგან ის ქართულ მაღაზიაში ბევრად უფრო დაბალ ფასად გვხვდება. მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ მე ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდიდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში საერთოდ არც შევსულ ვარ, ჩემო ბატონო, შეიძლება თითქმის გითხრათ. რუსეთიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით, მე არ ვამბობ რა თქმა უნდა ბრენდირებულ ზეთებზე და სოლიდურ საწარმოებზე, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ აი იაფიანი ზეთის სეგმენტში, როდესაც ჩვენ შევდივართ, აქ ხედავთ, რომ რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელიც რუსეთში თქვენ მას ქსელში ვერ ნახავთ. ამის მიუხედავად ჩვენი საწარმო დგას. მე ამ წუთას ვდგავარ, ჩემო ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან კაი საწარმოც მაქვს, კაპიტალიც ასე ვთქვათ, საკმაოდ მოძიებული გვაქვს, ვდგავარ, ჩემო ბატონო, და ველოდები როდის მორჩება ომი. ნედლეული რისგანაც პროდუქციას ვაწარმოებთ, უკვე მაღალი ფასია და უკვე ნაწარმოები მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული იმპორტი უკვე დაბალი ფასია თვითონ პროდუქტი. გამოსავალი ალბათ ის არის, რომ რა თქმა უნდა იყოს ის იმპორტის, ის ადგილობრივის და გარკვეული რაღაც ხელშეწყობა კონდეს ქართულ პროდუქტს
ნაწარმოებს, რომლებიც იქნება ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები. ყოველწლიურად გვიწევს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად პირდაპირ მნიშვნელობით თავის გადარჩენა და მომავლის იმედი, რომ რაღაცა შეიცვლება და ეს წარმოება, რომელიც მართლაც ერთადერთია საქართველოში, ვის ვაწარმოებთ ამ პროდუქტს, შენარჩუნებული იქნა. ფასზე მოქმედ ფაქტორებზე ისაუბრა მარნეულის საკონსერვო ქარხნის მენეჯმენტმაც. მათი შეფასებით, იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება გამოწვევა. წარმოების ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის წყალმომარაგების ტარიფებიც და უწყვეტი მიწოდებაც. კომპანიის წარმომადგენელმა დეპუტატებთან ახსნა, რა გავლენა აქვს თუნდაც ერთდღიან წყლის დაწყვეტას მოსავლიანობაზე და შესაბამისად პროდუქციის ხარისხზე, რაოდენობაზე და ფასზე. ქარხნის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასების შემცირების მიზნით მინის შეფუთვების პლასტიკით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მთავრობამ მალევე ახალი რეგულაციები დაანონსა, რომელიც მათთვის მოცემულობას ცვლის. ჯამში ფასწარმოქმნა ამ ყველა კომპონენტში, როგორც გითხარით, მოქმედებს სოფლმეურნეობის ნაწილი მოყვანა, წარმოება, დისტრიბუცია, მათ შორის რიტეილერების და ესე კონკრეტულად ესე რიტეილერების გამოყოფა არ იქნება მნიშვნელოვანი. გავედით რაღაც გზებზე და რაც ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია, გადავწყვიტეთ პარტნიორთან ერთად, რომ ინვესტიცია ჩაგვედო დოიპაკის და ეგრეთ წოდებული სქვიზის ხაზში, პეტის ხაზში, ინვესტიციის განხორციელება უკვე დაწყებული გვაქვს და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ცოტა დაბნელობა შემოიტანა, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვნად გავლენას მოახდენდა ფასების ნაწილზე. იაფი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. კომისიის ფარგლებში ბიზნესთან გამართული მესამე შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ბიზნესისგან მოსმენილი 6 პრობლემა გამოკვეთა. შოთა ბერეკაშვილის განცხადებითვე პარლამენტის თავმჯდომარეს ტენდერის გამოსაცხადებლად უკვე მიმართეს, რათა საქართველოს FMCG ბაზარი დიდი 4 ხეულიდან ერთ-ერთმა კომპანიამ შეისწავლოს. ფასების კომისიის მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც ხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, მორიგ შეხვედრაზე იმპორტიორი კომპანიებისა და სადისტრიბუციო ქსელების წარმომადგენლების არგუმენტებს მოისმენენ.